წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია. დედა ელოდება ტყუპებს და ნამდვილად იცის, რომ ეს ასეა. მაგრამ სამშობია, რომ ბლოკიდან გამოყავს მხოლოდ ერთი შვილი. მეორე სად გაქრა? პასუხი გენეტიკაშია. ამას ქიმერიზმი ეწოდება. შეხედეთ სქემას. თავდაპირველად ვითარდება ორი სრულიად დამოუკიდებელი ემბრიონი განსხვავებული დნმ-ით. ანუ უნდა დაიბადონ ორკვერცხუჯედიანი ტყუპები. მაგრამ მუცლად ყოფნის განვითარების ძალიან ადრეულ სტადიაზე ერთი ჩანასახის უჯრედები სრულად ითვისებენ მეორე ჩანასახის უჯრედებს. ერთიანდებიან და იბადება ერთი ბავშვი. ამ ბავშვის სხეული, აი ახლა თქვენ ხედავთ, მწვანე ადგილებია მონიშნული, შეიცავს არ დაბადებული ტყუპისცალის დნმ-ს. საოცარი კი ის არის, რომ ეს წინასწარ არავინ არ იცის. ბავშვი იზრდება და წლების შემდეგ სრულიად შემთხვევით დნმ-ის ტესტით ირკვევა, რომ ამ ბავშვის სხეული შეიცავს ტყუპისცალის გენეტიკურ კოდს. ბუნების ეს ფენომენი ამტკიცებს კიდევ ერთხელ, რამდენად ამოუცნობია ადამიანი. გაგიგიათ აქამდე ამის შესახებ? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.